რაც შეიძლება ჩქარა რაც უფრო ჩქარა იქნება ბევრი მაყურებელი და ბევრი ლაიკი შემოვათინოთ მოდით როგორც სანტა კლაუსი ისე დავუწევთ თინა გამოიცანით ვინ აგვიანებს როგორც ყოველთვის აი მე ვერ წარმოიდგენთ აი როგორ გულით ველოდებოდი დღევანდელ ლაივს აი ძალიან მომენატრეთ უზომოდ მომენატრეთ რა გოგოშკებო ხო აქ ვართ დაგიბრუნდით ხალხნო დაგიბრუნდით უიგავეთხარა ყავილები პლესკის მინუსი რა ლამაზი ხარ დიკუში უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და კომპლიმენტებისთვის რა ლამაზია ჩვენი გოგო დიდი მადლობა ნინ მიყვარ ხართ რა ჩაიცვას თინათი მარიცის არა დაიცვა და 8 საათზე გვაქვს ლაივი მაგრამ როგორც ყოველთვის არ ვიცი რამე მოიფიქრე სიყვარულო ვაიმე თქვენც ჩვენი სიყვარულები ხართ 1000 ადამიანი 1100 ადამიანი გელოდება მოკლედ დაალაიქეთ, გადააზიარეთ, ვისაც არ აქვს ჩვენი გვერდი გამოწერილი, გამოიწერეთ და რა ვიცი, ახლა თინათინი მოვა და ერთად დავიწყებთ საუბარს და სანამ თინათინის ველოდებით უბრალოდ მე მიყურეთ. ვაიმე, არ ვიცი რა, ღმერთო აი დიდი მადლობა რომ ჩვენ გვყავს თქვენ. ვაიმე, რა ხალხნა კბილები ლელა სარა დიდი მადლობა მემბერის გულები მოვიდა რა მოგივიდა გოგო მიყვარხართ მომენატრეთ აი იცით რა მოკლედ სანამ მშობლებთან ერთად ვიყავით თან 1300 კაცი ყავს უკვე ლაივში აი თან ძალიან ჩქარა გავარდა ეს დრო სანამ დედასთან და მამასთან ვიყავით აი რეალურად არ გვეყო მაინც დრო რომ დავმტკბარიყავით რა ჩვენი მშობლებით აი ძალიან ჩქარა გავარდა დრო და ამასობაში აი თქვენთან რო არ გქონდა ისეთი კომუნიკაცია და კონტაქტი მეგობრებო და აი რაღაცნაირ ყოლობში თუ რაღაცა აი მომენატრეთ რა დამეტყო რომ აი არ მყოფნი ხართ ჩემს ყველაზე საუკეთესო თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს ჩემთვის და არ ვიცი თქვენი მხარდაჭერით და თქვენი თბილი სიტყვებით თქვენი თანადგომით მე და თინათინმა არაერთხელ გადავლახეთ ძნელი პერიოდები და ისევ და ისევ ვხვდები იმას რომ თქვენ გვეხმარებით იმაში რომ რეალურად რაღაც ცხოვრების მონაკვეთები გავიაროთ და გავხდეთ უკეთ ვიდრე ვიყავით და ეს არის თქვენი ასევე დამსახურება და ვერ წარმოიდგენთ როგორი მადლიერი ვარ მე და როგორ არის ჩემი გული განათებული და ასხივებს სიყვარულს ჩემს გულშემატკივრების ჩვენს გულშემატკივრების მიმართ თქვენს მიმართ ვერ წარმოიდგენთ როგორ გაფასებთ აი მართლა რა ჩემი საყვარლები გოგო უკვე გამიცხელდა ტელეფონი გოგონია აი მე ანდანო საყვარელი ხარ ძალიან საყვარლები ხართ მოდი ჩემო ციცინათელა მოდი მოვედი აი ეს
გოგონიც მოვიდა. რა შვებით? მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი ძვირფასებო ძალიან მომენატრეთ. გეხუტებით ყველას. და რა თქმა უნდა, რაღაც სიახლეებით დავბრუნდით თქვენთან. მიყვარხართ. აი ძითა ჩავიწყდით ნელა. სანტა-კლაუს რა ქვია? სანტა-კლაუს როლი მოიგო. მამაზი შენ ყაყაჩო ხარ. მათეს მე თუ ხიმისხი. კაკაი. მოყევით იქ რა ხდებოდა. რა ვიცი, არც არაფერი ისეთი გარდა იმისა, რომ ძალიან ბედნიერები ვიყავით, იმით, რომ ჩვენი მშობლები მოვინახულეთ და ეს სიტყვა შევიგრძენით. მამა ჩვენი ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს და მაგრამ მაინც არ გვიყო, რა თქმა უნდა. ის დრო რაც გქონდა, მაგრამ მე მგონი არ არის გასაკვირვი. სიყვარულის ფერები. განაჩნდა ტელეფონი, რაიმე ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიყვარხართ. რაიმე რამდენი გოგორ მომენატრეთ არა და თქვენდები ხართ. და ვიღაცამ ჯერ არ იცის, რომ ჩვენ ვართ დები და საუკეთესო დაქალები. ალბათ ყველაზე დიდი გამართლება არის ცხოვრება. არ იცოდი მე. ალბათ ყველაზე დიდი გამართლება არის ცხოვრებაში. როცა შენი და ასევე არის შენი საუკეთესო მეგობარი. გოგო, კარგი ეხლა მორჩი, წე მართლა გაგაგდებ ლაივი და ის რა ჩაიცი? ჯერ კი ვერ მივხვდი. დაცხაო. მოკლედ უკვე 100,000 ლაიქი გვაქვს მეგობრებო. მადლობა დიდი ნეტა, რომელი მასში ვართ ლიგაში, ალბათ ყველაზე ბოლოში. რომელი ლიგაში? ვერც კი ვხედა ვაფშე რომ რამე ლიგაში არც ვართ. მაგრამ რა აზრია თეორი? ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ აქ ლიგის გულისთვის არ ვართ, ჩვენ აქ ვართ იმის გულისთვის, რომ გაჩუქოთ ჩვენი პოზიტივი, გაგიზიაროთ, რაც გაგვაჩნია, ჩვენი გულის სითბო, სიყვარული და რა აზრი აქვს რა ლიგა არის ნეტა ერთი რა. სულ არ მაინტერესებს. მანეზე ლამაზები, დიდი მადლობა. მოკლედ ერთ-ერთი ბედნიერება, რაც თქვი, აბა ვინმე გიშლის? მოიდა მეთქი. მიდი ჰა. ბარე, ისლის კი არა, ანუ მეც ხო უნდა თქვა რა გჭირს შენ კიდე. რა გჭირს მე ტელეფონში უყურები? უიყური აგერ. იქ იყურებ. აქ მიყურე შენც რა დედასავით ხარ. მოკლედ, ცხელა ძალიან რა ვიცი და დაცხა თბილისში ჰაერს ძლივს უსუნთქავ. შეიძლება ითქვას. დახტულობა. ხო. მე ბენძან ნელას რონებ ხო? მე თინათის დავაძალე ეთერში შემოსვლა, რასაც ქვია დავაძალე, მეთქი არ არსებობს, უნდა მეთქი ჩავატაროთ ეს ეთერი, არ უნდა. იმიტომ რომ ის ცოტა ცუდად გრძნობდა თავს, გითხრათ, მაგრამ ჰაუსში როცა ცუდად ვიყავით, ვინმე სენახდებოდა? არა. ამიტომ მეთქი დავაი ლაივ კეთილი ინები არაფერი მეთქი არ მაინტერესებს. რაღაცაო. კრუიზზე მიდიხართ, რა თქმა უნდა, მივდივართ მეგობრებო, სულ რაღაც 20 და რაღაცა დღე დარჩა, ეხლა გქონდო ვაიმე ითვლის დღეებს, ეხანაც ვესაუბრეთ და აი გოგოებო რაღაც 20 დღე თუ რაღაც დიანა მიყიდა თავისთვის უამრავი ახალი ტანსაცმელი.
ლამას გამაჩუქეს კიდევაც გამომიგზავნეს მისთვის დიდი მადლობა მე კიდე შორის არა თინათინს კი ეხლა ნაკლები დასწმელია ვსწრებია იმიტომ რომ მე დასწმელში წუნია ვარ და ვერაფერი ვერ შევარჩიე რაც შეეხება შეკერვას რა თქმა უნდა ვერ ვასწრებთ იმიტომ რომ მოკლედ რო გვაქვს მაინც მოსამზადებლად და რა ვიცი ალბათ რო ჩამოვალთ მე დავიწყებთ ამაზე ზრუნვის გეფიცეთ ჩემი ენა არ ტრიალებს პირში ანუ და დატორმუზებულია ვიცი შევამჩნიე არა ვიშს გააკეთე ხო და რა ვიცი ერთი სული გვაქვს როდის გავემგზავრებით ბონდოსთან ერთად სულ კავშირზე ვართ სულ ყოველ წამს ჩიტბო შემოჩიტებო ესე მირეკავი თხულობს და აბა როგორ მიდის მომზადება აბა როგორ ხარ და მოკლედ აი ესე ერთი სული გვაქვს ზაფხულის ყველაზე ის იქნება რა ქვია როგორ თქვა მოლოდინის ის არის ეს სეზონის ერთ-ერთი მგზავრება და თქვენ თავარი ამბავი შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ სხვათა შორის როგორც ვიცი სულ რაღაც $1200 ღირს ორ ადამიანზე ეს 5 ვარსკვლავიანი კრუიზი მგზავრობა ამიტომ მივმართეთ ბონდოს ხო ისწერეთ და დავიცი და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან ერთად გემზე იტალიაში საბერძნეთში და მონტენეგროში აი ეგრე 17 წელიწადში კონცერტი ჩაატარეთო ნეტო ყველგან ჩავატარებდი ესე იგი 17 ივლისს მიფრინავთ თუ 16-ში აღარ მახსოვს 17 ივლისს მიფრინავთ ვენეციაში და 18 ივლისს იწყება კრუიზი ხო ამიტომ ჯერ იყო საფრანგეთი მადლობა გიორგი პარის და ეხლა კიდევ რამოდენიმე ქვეყანა რომელსაც მოვინახულებთ და კიდე მოკლედ ეხლა რო ვიხურო მე კიდე რაღაცა სიტყვიან და როგორც კაი კაროჩე როგორც ის და გვეშველა და ჩვენი სახლი მაგრამ კარადები არა კარადები სულ დალაგებულია შემიძლია შეგახედოთ გვესტუმრნენ შესანიშნავი ფერიები და სპეციალური სერვისი რომელიც სხვა შორის ძალიან კარგად ველა ხვერიჭოში სადაც ველოდი და არ მოველოდი ნამდვილად სიურპრიზი იყო სხვა შორის არ ველოდით რომ ამდენ რამეს დასუფთავე ესე იგი მოკლედ რაღაც მომენტში როდესაც ნაგვის ურნა გარეცხილი დამხვდა ვიფიქრე თინათინმა იფიქრა რომ სიზმარში აღმოჩნდა ანუ მართლა ის მინდა ვთქვა რომ აი იმდენად პროფესიონალი რეკლამა და რაღაც არ არის მეგობრებო იმიტომ რომ როგორც ჩვენ ეს არის ჩვენი რჩევა რეკომენდაცია ხო და ეს რა ქვია როგორც აი ჰაუსში ალაგებდნენ და გაწკრიალებული იყო ის გაუბედურებული ჩვენგან გაუბედურებული სივრცეები აი ესე დააწკრიალეს აქაურობა ხო და რა ვიცი აი ძალიან ბედნიერები ვართ სხვათა შორის ამ გარემოთი და სიწყნარით კი ის თავი მართლა ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს და სხვათა შორის სამ ქალაქში არის ამ დასუფთავების ფილიალი თბილისი, ქუთაისი და ბათუმი და ძალიან გირჩევთ ქუთაისლებო და ბათუმელებო რომ მიმართოთ shine make sense ხო მოკლედ ეს გენერალური ის რაც არის რა უბორკა რასაც ვეძახით და რომ ანუ ყოველ წელს ხდება ეს ფანჯრების დარეცხვა ყველანაირი მტვრის ჩამოწმენდა და ასე შემდეგ აი რა ვიცი რო არ დაიხალო და გადაიხალო რა თქმა უნდა ძალიან კომფორტულია როცა გეხმარებიან ამაში სპეციალურად ასე ვთქვათ, ანუ შენ როგორც დაასუფთავებ, ისე ვერ დაასუფთავებ, როგორც ისინი. მაგრამ აი რადიატორები
ორთქლის რაღაც აპარატით გამოწმინდეს და ანუ ისეთი ხრიჭოები, რასაც აი არ მიგვიწვდება არანაირად ის ხელი აი ეს ყველაფერი დასუფთავდა. თინეთინი დღეს ცოტა არის დატორმოსებული აპატიოდ. ნამდვილად არ გრძნობდა თავს ხრამის წერე? ლაღად არა, მე ვიძახი უბრალოდ. იმიტომ რომ ძალიან ნელა საუბრობდა. მინდა 2x-ზე დაგაყენო. მაგრამ არ შემიძლია სამწუხაროდ. კიდე ახლა რა გველოდება? ეს არის ფატის დაბეჭდი. და ახლა ვარ 60-ის არჩევაში. აი ვფიქრობ რომელი ფერის კაბა ჩავიცი. მეც ერთ კაბას ვფიქრობ და რა ვიცი. ნახთაბა როგორ ხასიათზე ვიქნები. წითელია. შავიო, რა ვიცი, შავები მაცვია და თინათისაც შავები და ალბათ შავი არ იქნება. მე ლურჯი ფერი არ მიყვარს. და ყვითელი, აი, ყვითელი შეიძლება რომ იყოს ყვითელი, გაანიხილება სხვათა შორის ატლასი. უკვე რაღაცებში არ ტყავთ მეგობრებო, ძალიან წითელი. მე მოკლე დიკუში. ახლა თინათინს დავწეროთ აბა, ეს ორივე სკრიპტი. არა, ხო ორივე წითელი სხვა ჩავიცმევთ, ეს სხვა არის კონცერტი და რაღაც რა. ჯერზე ვიქნები სხვა და სხვა ფერებში. გიორგი წერს თოგვევია სამისფერიო. მე თინათინი ვარ სულ მშია ჩემი ლამაზებო მიყვარხართ. ეს სამისფერი, ვარდისფერი. ახლა ატლასიო კი როდიდან და რაო user 48-49-59-59 სიცხე გაიზომე. ნარინჯისფერიო. ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი ფერი, მაგრამ არა ნარინჯისფერი. ნარინჯისფერი. თინათინ თეთრი. მე როგორ მიყვარს, მე მგონი უკვე თეთრი. ვაიმე, როგორი მაგარი ახალი ფეხსაცმელები მაქვს თეთრი. აი იმენა ხელის თხოვნის ფეხსაცმელები მაქვს მეგობრებო, ვაიმე, აი კარჩი ამ ფეხსაცმელს რო ვყიდულობდი. ესეთი ვიყავი, რომ აი всё, ამ ფეხსაცმელში ხელი უნდა მთხოვნო. ეხლა ის დაბადების დღეს ხელს არავინ არ მთხოვდა. ისეც არავინ არ მთხოვს, მაგრამ რა ვიცი, გაჩვენებთ მე. ის რა ქვია, უიხო, ცისფერი რაო? ცისფერი დიანას არ უყვარს სხვათა. ცისფერი და ლურჯი არ მიყვარს ხო ეს ფერები. ვარდისფერი კოსტუმები. ვარდისფერი დიანას არ უყვარს პიჯაკები და მეც. მე მასწავლებელს ვქავარ ხოლმე პიჯაკებში, ეს კოსტუმებში და დიანა კიდე მე კიდე ძალიან მატიდებს რაღაცნაირი ხდები, მაგრამ იშვიათად შეიძლება ხო რა, ძალიან იშვიათად გააჩნია. ალბათ გააჩნია ის სტილს. ხო, ის უი რა ხსტავაჭი. რა ქენი ხარა დროს ეკითხო. შენ უაჭერ ხოლმე რაღაცებს კაია. მე მეპატიება მე ცოტა ვერა ვარ. უი ხო მართლა დღეს გავიგე მეგობრებო რომ ლორენცის ლაივში რაღაცები ულაპარაკია თინათინსო იქ პატიჟებ ვაქვს. სად არის ჩემი დაპატიჟებები თუ რაღაცა არასწორად გადმომცეს აბა დამიწერეთ ერთი რა ილაპარაკა ისაო ლორენცო ჩართეთო ეთერში არის ლორენცო და მოგვიანებით შეიძლება ლორენცოს ჩართვა. ეხლა მგონი ვიღაცას ეთამაშება და ჩვენც ბოლომდე არ ჩავედით ჩვენ
ჩვენი ამბები არ მოგვიყვია და მოგვიანებით შეიძლება კიდევა გრანდიოზულად მოგიყვებით. მაინც კიდე რა იყო იმ ამბის გარდა? მეტი ისეთი არაფერი. აუ, ჩემთვის ფეხსაცმელები ხარ მოვიტანა. მაგრამ ფატის დამატების დღეზე ალბათ იმებს ჩავიცვი ესან. ვაი მე გინც როგორ მიყვარს რომელი ესანის ბასანაშკები. ბასანაშკები რომლებიც თქვენ არ გიყვარს, მაგრამ ჩვენ გიყვარს. ვაი მე კიდე ქვეყანა ბასანაშკები ვიყიდეთ. შორის თეთრი. თეთრი. კი, თეთრი. არის რა გადაგვეკიდა ამ თეთრი. user 49 შენთვის კითხვა დაგვავიწყდა. ვაიმე, აი ამან დაწერა წელს. ხო, ვიცი, ხოდა ზუსტად მაგას ვეუბნები. რა მაგარია 1000 კაცი რომ მხოლოდ ერთი ჰეითერი მყავს თქვენ გენაც. ეხლა გავა და ფეიქაკა სხვა ფეიქაკა შემოვა და იქიდან დაგიწერ. ბასანოშკები. გვაჩვენეო თინა თუ არ გეზარებოდა სურვილი გაქმედი კაც. მუშაობთ სადმე? ჩვენი სამუშაო არის თქვენთვის შემოქმედების შექმნა ძირფასო მეგობრებო და ჩვენი პოზიტივის გაზიარება. აი ამით ვცოცხლობთ, ეს არის ჩვენი გზა, ცხოვრებისეული. აი ბასანაშკები ყველაფერს არ უხდება თინო. განსაკუთრებით ბასანაშკები უხდება გულებიან წინებს. მეგობრებო, უყურეთ საერთოდ ანუ 21 საუკუნეში გინდა პოლიეტილენი გაიკეთე და გინდა ბასანაშკები და კებზე ჩაიც. ეს რაღაცას აგიხსნით, ვინც არიცით, არსებობს მოდა და არსებობს სტილი. მოდა ეს არის ახალი დროის მიმართულება და ეს შეიძლება სხვადასხვა დროისთვის იყოს სხვადასხვანაირი. მოდა შეიძლება იყოს 90-იანების, 2000-იანების, 80-იანების. ანუ ეს არის საერთო მეინსტრიმული რაღაც რა ქვია მოდელებით, როდესაც ადამიანები იმოსავენ და რაღაცნაირად ანუ თავს ესე გამოხატავენ. მაგრამ არსებობს ასევე სტილი. რა არის სტილი? სტილი ეს არის, როდესაც შენ ის რითიც თვლის საჭიროდ, ისე გამოხატა შენი თავი და შენ რაც გულში გაქვს, იმით მოახდინო, ანუ ერთგვარი, ასე ვთქვათ, პათოლოგია მომივა. მოგეთ, ანუ ჩვენ თავს წარმოვაჩენთ ჩვენი სტილით და ყველას შეიძლება გქონდეს განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული სტილი. მაგალითად, ზოგს მელოდიი ბიჭები მოსწონს და რაღაც სექსუალურად მიაჩნია. მე მაგალითად, ანუ კატეგორიულად არ მომწონს დაუშვათ, ხო? ზოგს შეიძლება მოსწონდეს ბასანაშკები, ზოგს შეიძლება კატეგორიულად არ მოსწონდეს, ზოგს შეიძლება მოსწონდეს პეჯაკი, დაუშვათ, მე კატეგორიულად არ მოსწონს და აი ასეთი, ანუ სხვადასხვა გემოვნება არის ადამიანის სრული უფლება, მით უმეტეს 21 საუკუნეში ჩაიცვას და დაიხუროს ის, რაც უნდა. ხო და რაც შეეხება სტილს კიდე ასე ვთქვათ, აი ჩვენ რო არ გვცმოდა მაგალითად ის განსხვავებული ბასანაშკები, ვინ დაიმახსოვრებდა, ხო? ანუ ჩვეულებრივად რაღაცა ისე რიგითი რაღაც რო ყოფილი, ხო? ამიტომ ჩემი აზრით დასაფასებელია, როდესაც შენ გაქვს იმის ერთი ადგილი ცენზურის გაცვლა იმის სიმამაცე, რომ ის გააკეთო, რაც გინდა. ანუ და ამით რა თქმა უნდა ზიანი არავის არ მიაყენო, იმიტომ რომ შენ თუ მაგალითად შენი ბასანაშკები ვინმეს ზიანს აყენებ, ეს არ არის სწორი, მაგრამ შენ თუ შენი ბასანაშკები შენ თავს ახარებ და რაღაცნაირად შენ ფეხსაც ახარებ, რომ მზის სხივებს ხედავენ, ესეც აი ეს მინდა და მეთქვა. ანუ ბევრად უფრო ჩამოყალიბებულად ჩამოვაყალიბებდი ახლა ჩემ აზრს, ჩემი ტვინი ესეთი
გაუთოებული რო არ იყოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დაღლილი ვარ და ძალიან შეუძლოთ გრძნობდი ეს დღეები თავს. ძალიან გამოცლილი. ძალიან გამოცლილი მაქვს ხო ასე რომ ჩემო user 49 იმედია რაღაცნაირად აგიხსენი რომ ანუ ყველა ერთ ინკუბატორივით არ უნდა იყოს ჩაცმული მაგალითად საქართველოში და ყველას არ უნდა ეწვეს დავუშვათ ბოტასი იმიტომ რომ ანუ ეს მოდაშია ან ყველას არ უნდა ეწვეს ატლასის კაბა, კაცო, შენ თუ გინდა ატლასის კაბა ჩაიცვი და თუ გინდა მეშოგის კაბა ჩაიცვი. ამის სიმამაცე გაქვს, რომ ესე გამოხატო შენი თავი. იესამნისფერი ფლოსტები ქალებო, კი, დაიცადეთ. ხო და ანუ რა ვიცი, ფლოსტები კიდე რა გიკვირთ ხალხო? ფლოსტის სახში არავის არ გაცვია? აბა სახშიც ბოტასებით dabzandებით ქუსლიანებით თუ რიჩი ქუსლიანები ახლა იშვიათობა მაინც იმიტომ რომ ანუ რთულია მაინც ქუსლის ეს სიარული ხო რა ვიცი მოკლედ ყველამ თავის სტილს მიხედავს თინამ თავის დროზე თქვა რასაც უნდა იმას იზავს თუ უნდა ტაფას დაიდებს თავი აი მალადეც დიდი მადლობა რომ მიქშუქი რატო ეკალო ჰა კი მოწესრიგებულები გამოპრანჭულები და რა არის გასაკვირი ამაში რა თქმა უნდა ანუ მე ვთვლი რომ შენი ყველა ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს ისეთი როგორიც უნდა იყოს მაგალითად ну რა ვიცი მე შემიძლია დღეს ვიყო გამოპრანჭული ხვალ შეიძლება არ მქონდეს თავი გამოპრანჭვის და არანაირ პრობლემას არ ხედავ იმაშიც იმიტომ რომ ვცდილობ მე არ ვიტყვი რომ ახლა იდეალურად ჩემი თავი ყველანაირი მიყვარს და რაღაც რა თქმა უნდა ყველა ადამიანი იმ ეტაპზეა რომ შენ თავი მიიღო შეიყვარო და ასე შემდეგ მაგრამ ვცდილობ ნორმალურად და პოზიტიური დამოკიდებულება მქონდეს იმიტომ რომ ესეც მე ვარ ფლოსტებშიც თინათინია და დიანა და ბასანოშკებშიც და იმაში რა ქვია ლათინო კაბებშიც და რა ქვია ნაციონალურ სამოსელშიც და ასე შემდეგ კაროჩე რა ნეტა ერთიან გეზარება ამ ყველაფერზე საუბრებს ხო აი სანამ ეს რა მოდი კაცო ჩვენ საქმეებზე ვისაუბროთ ნეტა ერთი რა მაგრები ხართ გოგოებო ბუნებრივებით ხართ ვისი რა საქმეა რას ჩაიცმებთ ესეც თქვენ გკითხონ კი რა თქმა უნდა ზუსტად სულ არ მაინტერესებს ხოთი შორის ძალიან მეამაყება რომ იმის მერე რაც ჩვენ თავში გამოვჩდით კარგი მე ნახავ ეხლა კაცო იმის მერე რაც ჰაუსში გამოვჩდით ძალიან ანუ კარგი პონტი გახდა ასე ვთქვათ აი კაცეს ნაციონალური სამოსის ტარება და გრძელი კაბების რაღაც ესეთი ფემინური რაღაცების და ჩემი აზრით ეს ცოტათი მაინც ჩვენი დამსახურება არის კიდევ ბიგი შენ გაგრძელი და მე ერთ SMS-ს ვუპასუხებ მოკლედ ერთ-ერთ ჩვენ გულშემატკივარს თათუ ბერიძეს რომელიც ასევე ჩვენ დაბადების დღეზე იყო უნდა ქონოდა დაბადების დღე და მე მგონი გამოგრჩა იმიტომ რომ მე მახსოვდა რომ 24-ში იყო და დღეს ყოფილა მახსოვს ილოცავ დაბადების დღეს აი ეს ტრანსის ვიზა და პირდაპირ ეთერში მიულოცავ დაბადების დღეს გილოცავ ჩემოძვირფასო გილოცავ დაბადების დღეს და გვინდა გისურვოთ რომ სულ ბედნიერი და გახარებული იყო მოციმციმე თვალებით ყოველ ჩემო პატარა პრინცესი ჩემოძვირფასო არ დაგვიწყები ხარ უბრალოდ მე აი მახსოვდა რომ 24-ში იყო ჩვენ იმიდან ამ რეალობიდან ვარ თამოვარდნილი აი
რაიმე ხმარა თუ არის მისა ჩემი ტელეფონი საერთოდ არა წეული აქვს საერთოდ ისურვებს რომ ყველა შენი ოცნება აუცილებლად ახდეს და რომ ყოველ დღეში გქონდეს ბედნიერების და ღიმილის მიზეზი. მადლობა გაიხარეთ ძვირფასო ჩემო ძვირფასო გულყვან ხარ და მრავალს დაესწარი გახარებული ბედნიერი და აი ყველანაირ რეალიზებას გისურვებ როგორც პროფესიონალი როგორც ქალი და როგორც ბედნიერი ადამიანი. მადლობა თი. კაი, გაიხარე, აბა გაკეთე. აბა კარგად. აი ეს ხან რიცხვები და დღეები გეკარგება ადამიანს. მე მგონი დროა რომ გამოვაცხადოთ ერთი კარგი ამბავი. კიდე ერთი ამბავი ის ამბავი მეცა ეგ დაგიწერე ხა. უცებ დაგიწერე ჩვენი ბლუთუზის დარღვეულია და მოდერი გინდათ გოგოებო, ნათია, რაც უნდათ ის არ არის პრობლემა. ყველაფერს გავცემ სათანადო არ მაზარდებს, მაგრამ იმართლობა ეს ამბავი არა, კაი. ეს ჯერ არ არის გამწვანებული. მოკლედ, რა თქმა უნდა, ხელსარიელები არ დაგიბრუნდით და გვაქვს ესეთი ძალიან მაგარი ამბავი. უკვე დიდი ხანია ამ საქმის გაკეთება გვინდა, მაგრამ ალბათ ველოდებოდით და ველოდებებზე კარგი მომენტი სამისთვის, რომელიც უფრო კარგად როგორ თქვა მოკლედ შესაბამის ასე ვთქვათ. ხო არის ვაჩუქს ჩავაქრო. ხო, წეგან გიგითხარი მეთქი და დატოვედა. თითქმის 300,000 ლაიქი უღმის მეთობა მეგობრებო. მოიცა ლორენცოზე იტოქში რავი არაფერია და აუ ლორენცო გავიდა. დამიძახა სადმე თუ არ დამიძახა ვერ გავიგე დამპატიჟა თუ არ დამპატიჟა. რა გვარი ხარ თვინმა ჩვენი გვარი არის მოზაში დაახლოებით 11 საათია ღამე, მაგრამ ჩემი ტელეფონიდან 2 მზე ერთად ასხივებს და ანათებს მსოფლიოს. საყვარლობა, დიდი მადლობა. ბაბი მიყვარხარ. ჩატში გთხოვენ რომ მივწეროთ რამე მოგწერთ. გონდოს შვილი ვარ, ათელინა, გამარჯობა პატარა. მოდი გავაგრძელოთ ჩვენი ამბავის მოყოლა. კაი, მოკლედ. ჩვენი ერთ-ერთი ჰიტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და ეს იყო პრინციპში პირველი, ერთ-ერთი, ყველაზე პირველი და დიდი ნაბიჯი ჩვენი პოპულარობისკენ. ეს არის სიმღერა ჩუმად. აქედან შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო ჩვენი აი ესეთი მასშტაბური ცნობადობა. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ სიმღერის, ყველასათვის საყვარელი სიმღერის კიდევ ერთი როკ ვერსია შემოგთავაზოთ. ახალი ჟღერადობა, აკუსტიკური ჟღერადობა, ცოცხალი ინსტრუმენტებით და კლიპი ამ სიმღერაზე და ასევე სიმღერა განახლებული გამოვა ერთად გადავწყვიტოთ, მოდი. კაი, მოდი ერთად გადავწყვიტოთ, ის გამოვა მეგობრებო. ანუ მე ვფიქრობ, რომ გამოვიდეს შემდეგ სამშაბათს. არა, გვიანია. დიანა იცახის, რომ გამოვიდეს კვირას. ანუ, შაბათს. პარასკევისთვის ვერ მოვასწრეთ. შაბათი, მეცაბა შაბათი რა რიცხვია. გაწერეთ თქვენი ვარიანტები კვირასო. აბა ხომ
მოვასწრებთ, რომ ყველას მოედოს მოკლედ ეს ამბავი. აი 27 არის შაბათი, მოვასწრებთ შაბათამდე. აუა. შაბათი და შაბათი ისიც პრინციპი არა ეს არის კვირა. რა ხდება კვირა. ორ შაბათი კვირა. აი შაბათი კვირა. აი იყოს კვირას. კვირა. ყველა კვირას წერს და ესე იგი კვირას ჯობია. აბა კვირა. სულ კვირები შემოდის. შაბათი დღეს რა. დღეს ვერ იქნება. შაბათს აი აქ წერა შაბათს. კვირა. აი იყოს კვირა. კვირა, მაგრამ მე აბა როდის მოусმენ? თუ პრინციპი საფხულია. შენ გონია მარტო შაბათს და კვირას მოусმენენ? მე შაბათი. მე მგონია რომ ხალხი სიმღერებს უსმენს უმეტესწილად პარასკევს, საღამოს შაბათს და კვირას. ნუ მასეც არის კან რა თქვენ რა მაგრამ ფიქრობთ? აბა თუ შეგვპირდებით რომ რეპიტზე გექნებათ შაბათს. ორ შაბათიც შაბათია. სამ შაბათიც შაბათია. აბა ახალი ვერსია. აუ ეხლავე დაიცა მაგნიტოფონი მოვიტანო. აი საინტერესო ისე რომ ამ ახალი ვერსიის ძველი ვერსია გვაქვს ხელზე და ახალი ვერსიის ახალი ვერსია ჯერ არ გამოგზავნა ხმის ინჟინერმა. მუსიკის სახელი იქნება ჩუმად, მაგრამ რა დავარქვათ? ანუ ჩუმად 2, ჩუმად აკუსტიკა, რაღაცა სხვა უნდა დავარქვათ. რასწორია ჩუმად. სხვათა შორის ეს სიმღერა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ simღერის ტექსტს და ზოგადად ვფიქრობ რომ აი ამ მომენტში ჩემთვის და თინათინისთვის ნუ ახლა ის ხო თქვენი საერთოდ რაღაც ის არის ეხა რომ გამოდის რაღაც შემთხვევით რაღაც მნიშვნელობა აქვს და აი იცით რა ხდება ზოგადად ჩვენი შემოქმედება და ჩვენი სიმღერები ჩუმად როკ ვერსია როკ შეიძლება ყველა სიმღერას რაღაცნაირი თავისებური ისტორია აქვს პირადად ჩემთვის და თინათინისთვის თავისთვის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთად ვქმნით ამ სიმღერებს ჩემი რაღაცნაირი ანუ აი როგორ თქვა რა მოკლედ რაღაცნაირად თამაშდება სიმღერა ცხოვრება და თამაში არა შენ გინდა და გეთქვა რომ მეც ახსნე რომ ცხოვრებისეულ მოვლენებთან თანხმოვანია ანუ როგორც საუნდტრეკი ცხოვრების მომენტში ასე ვთქვათ და მე მგონი აი ეხლა ანუ სიმღერა არის სიმღერა ჩუმად ეს სიმღერა უკვე არსებობს უკვე არის პოპულარული მაგრამ თუ ვინმე არის ის მით უკეთესი ხო მაგრამ ამ ვერსიას ვუშვებთ ეხლა და მოკლედ რა თქმა უნდა თქვენი დახმარება დაგჭირდება რომ რაც შეიძლება მეტმა ხალხმა გაიგოს ამ სიმღერას და ნუ მოგეხსენებათ როდესაც აი ხელოვნური ვაფშე ყველაფერი რაც დღესდღეობით არსებობს აი სადაც ყურს მოკრავთ ძვირფასებო თუ არ იცით დანამდვილებით რომ ეს არის ის არტისტი დაუშვათ ნუ არ ვიცი თორღვა ან ორი მუზა ან კონკრეტულად ლელა წურწუმი ან ვინმე ნუ ეს ყველაფერი სხვა დანარჩენი ზოგადად არის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი სიმღერები რომლებსაც აი ესე რა ქვია შტამპავენ ეს არასწორები და ანუ ეს არის უბრალოდ და უფასურდება ხო ანუ ჩვეულებრივად YouTube-ის მონეტიზაციისთვის კეთდება ეს ყველაფერი რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ ამ უნიჭო ადამიანებმა რომლებსაც სხვა არაფერი არ შეუძლიათ გარდა აი შეიყვანონ პროგრამაში სიმღერა და გამოიყვანონ ისა სიტყვები და გამოიყვანონ სიმღერა არა შეიძლება იმასაც არ ქნიან ის აწერინებენ ნუ მოკლედ ეს არის ხელოვნების გაუფასება ხო და ანუ ამ ხელარის რო არის რა ქვია
ინფორმაციული ნაკადი ძალიან რთულია რომ მომხმარებლამდე მიაწვდინო ნამდვილი შემოქმედება, იმიტომ რომ თვითონ YouTube-ის და სოციალური ქსელების ალგორითმები ისე არის მოწყობილი, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის იმას შვებიან რა, აგარჩო უპაძერში ქებს თვითონ YouTube და წინ წევს, იმის გამო კი არა რომ ხალხს მოსწონს, უფრო იმის გამო რომ გააპოპულარიზიროს და ჩემი აზრით ესეც არის ერთ-ერთი რაღაც ისეთი მადლობა შეთქმულება, რომ ხალხი დაადებილონ რა, ასე ვფიქრობ მე, იმიტომ რომ თუ პროგრამა დაგიწერს სიმღერას, არაფერზე აღარ და იმას იზავ, რა ქვია, აღარ გააძლევ ერთ ადგილს რა, ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც აღარ ჩადებ შენს სულის ნაწილს, ყველაფერი იმდენად გიადვილდება ადამიანს, რომ ეს აღარ არის შრომა, იმიტომ ყველაფერი არის შრომა. ხო და ჯერ ეს ერთი ძალიან ცუდი რაღაცაა ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში, ჩემი აზრით. და მეორეც კიდე, ჩვენ სფეროშიც ძალიან ცუდი რაღაცაა, იმიტომ რომ უბრალოდ საშუალება აღარ ეცემა ნიჭიერ არტისტებს, რომ წინ გადადგან ფეხი თავისი ნამდვილი შემოქმედებით, იმიტომ რომ ხა კომპიუტერი რასაც დაწერს, ის შენთან რა კავშირში, შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ კომპიუტერი კნოპკას თითი დაჭირე? ხო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, ჩემო ძვირფასებო, რომ დაგვეხმარებით, ძალიან ბევრ კომენტარს დაწერთ, ბევრს დაალაიქებთ, მოусმენთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოისმინოს სიმღერა ეს წავიკითხეთ. შედით ახლა YouTube-ში, იქ არის იქ უკვე არის ეს სიმღერა, რომელიც გამოშვებული არის უკვე რამდენი წელიწადი გახდება 2 ოქტომბერში თუ 3 აღარ მახსოვს უკვე მგონი 2 წელიწადი კი 2 წლის წინ გამოვიდა ის ვერსია რაც არსებობს ამ სიმღერის რა და ასე რომ ესე მოусმინეთ და ძალიან კვირას უკვე იქნება ახალი ვერსიაც. გწერენ რომ დიკუშ ბრეკეტების გაკეთება არ გიფიქრა ირიაო. დიანას ეკეთა ბრეკეტები. მე ძალიან ცუდად ხართ ესე იგი დაკვირვებული ჩემს ცხოვრებაზე ვინც ამას. მე ჰაუსში ცხოვრების დროს მოგეხსენებათ რომ ბრეკეტების მერე უნდა აატარო კაპები, რომ დასაფიქსირებელი იყოს ეს კვილის ისა. ხო და ამ ჰაუსში ცხოვრების დროს რა თქმა უნდა ეხა ბუნებრივია რომ კამერების ქვეშ კაპებს ვერ ჩაიცნობდა თუ გაიკეთებდა. არა ძალიან ძნელია ეს უნდა გეკეთოს და თანდა იმის საშუალება რომ ჰაუსში გამეკეთებია. თან არის თავის კიბილი იცის როგორც ვიცი ღვთისწყალობით მე არ გამიკეთებია. და რა თქმა უნდა ეხა იქ ისედაც ამდენი სტრესი იყო და მე ეს კბილების წყობა დაერხვა. ცოტაში დამერხვა და მოტეხილი მაქვს, მოტეხილობა ზოგადად ბრეკეტებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამას. აი ხა ცოტა მოტეხილი კუთხე რა. რავი, ჭიქას მივარტყი და მე კიდე ამას წინათ კონცერტზე ვიყავით და მიკროფონს მივარტყი და კიდე უფრო მომწყდა ცოტა. აი ესე და ძალიან მტკიოდა სხვათა შორის და წყობა ცოტათი დამერხვა. და კბილი მოტეხილი სხვა მიზეზების გულისთვის მაგრამ რა ვიცი ხა ჩემი არავი შეიძლება გავიკეთო ბრეკეტები ნახოთ ბავშვებო მუზეუმის ფანტელებში მოგწერთ და რეკვით არ მგონია რომ დავრეკოთ მაგრამ მე დაუბრუნდები ადრე ბავშვებს ურეკავდი ხოლმე პირადად 3-4 წუთი ველაპარაკებოდი და მოკლედ დაუბრუნდები მაგას გავაკეთებ ის მიყვარ ხარ როდის გამოვა ჩემი ფავორიტია აი ვგიჟდები მაგი რომ გამოვა მთელი დღე მაგას მოусმენ სხვათა შორის მიყვარ ხარზე ჩვენ ვმუშაობთ მაგრამ ძალიან ნელა მიდის ეს მუშაობა რადგან ხან რა საქმეები გვაქვს ეხლა წასულები ვიყავით ფრაზე ვარ ხან დაბადების დღე არისო ხან წვადების შეწვაო ხანისაო ხან ლორენცო თინათინს სადღაცა საკათიებაო რა ვიცი და ვისხას ძალიან მადლობა მუშაობისთვის გავზარმაცდით სრულიად რაღაცა ის გვჭირდება რა ქვია ნენეს მიულოცავთ დაბადების დღეს ოღონდ მითხარით რომ ვიდეო ჩაწერა მოვასწრო მიდი დაიწყე ჩაწერა მაგმოტეხილი კბილის
ძალიან მარტივად და უცბად მეც ვქონდა. მაგას აღადგენ რესტავრაციით არ ღირს ძვირი მეც მასე მქონდა სტომატოლოგი ერთ ვიზიტში გამოგისწორებს. რა არის ეგრე ძალიან ჩანს კაცო, რავა ყველაფერი გახიზიანებთ თქვენს კიდე რა. ანუ ხალხო ყველაფერში ანუ ხო მართლა რა მინდა რომ რაიმე მინუსი ხო უნდა გქონდეს და დაეცი კვირი. ვიცი რომ გინდათ რომ აი როგორც მართლა გამოძერწილი ვიყო, იდეალური ვიყო ყველაფერში, მაგრამ ზოგადად ანუ შეიძლება კი გავიკეთო ეს კვირი, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდე რამე სიპოვით მერე და ანუ ზოგადად ადამიანები მეგობრებო აი ვიტყვი, არავინ არ არის იდეალური. არა გოგო მე ვარ იდეალური, იმიტომ მე არაფერს არ მწევს. იდეალური, თორე მე უნაკლობა რა. წარმოგიდგენია. უნდა გიყვარდეთ თქვენი თავები როგორ ვართ. აი, ნამდვილად ნათია მადლობა დიდი. ნენე გიოცავთ დაბადების დღეს. ორი მუზა, სულ ბედნიერი იყავი. აი მიდი ხაჩავთ თვინმე და ის რა ქვია ტასოს მიწერეთ რომ იმას ქნას რა ჩამერთოს всё ჩვენ ვართ მზად რომ ტასოს ჩავერთოთ ეს არის ავტორები რომელსაც გვთავაზობს TikTok-ი ვინც ეთერშია ალბათ კი ახთერთი ой მე თავი ამტკი და ლაივების მერე თავი მტკი სოლოსკა რუბე კუშას ვიცნობ სხვათა შორის ერთი წუთი ой ეგ მიც მაინტერესებს დაიცადე არა კი ეს ცოტა დავრეკავდა მიდი აბა მოკლედ საქმეზე გავიდე ჩემი და ტასო სხვასთან არის ჩართული ხო და გააფრთხილეთ აუცილებლად რომ მორჩება ჩამრთოს მე თორე გავებუტები ვეღარ გამოვიჭერი ხოლმე რა ტასი გუნას თავი ამტკივდა რატო მე მეტყობა ჩემი პოზიტივი ამით დატკბით საკმარისია მე მგონი მე რა ამატეხილი კვილი იმდენადაც არ ჩანს ნუ აზვიადებთ ვინმე სხვას ჩაერთეო და აი უცხო ადამიანებთან რო არ მიყვარს საუბარი რა უქნა სისი დიდი მადლობა ნუცა რას მოვესწარი სიკუნა ასო ჩემი ჟასმინი გარუჯული ხარესა მოვენატრეთ ხარო დღეს მიხია მისია 4 ტონით ჩემზე უფრო მუქი ტონალური მაგრამ მაინც შენერი მუქი არავა გოგო იმიტომ რომ რამდენ ვიზიტზე იყავი ოღონდაც გოგო მე ჯამში ვიყავი 140 წუთი 140 წუთი ხო გკითხე მაგრამ აბა რამდენი დღე იყავი გოგო რა ვიცი ანუ ყოველ მესამე მეორე დღეს დავდიოდი არ მახსოვს რამდენი ვიზიტი ვიყავი ის როგორ არ წამოვიღე პროსტო გული გამისკდა რომ მითხარით ეხა არ მომწევდით რა ვიცი დაურეკე მოიკითხე კი გავიდა 4 თვე და იქნებ სადმე იგი კი მოგცემენ მაგრამ აი ანუ აქ თუ არა კიდე ვადა თუ გაუვიდა თქვენც ხო გაქვთ სავარაუდოდ ერთი ვადა ექნება ყველას კი რა ქვია მე მგონი უბატოა რა თუ გინდა ვნახავ თავარია რომ მოგწე იყოს და მე დავრეკავ შეხარში თავი დავრეკავ და ვკითხავ
რა შეინახავდნენ იქნებს სადმე და რა მეთქი მოვალ თქო და მე აღარც მისულ ვარ სხვათა შორის ჩვენ და ტასო თურმე 10 წუთში ვცხოვრობთ ერთმანეთისგან იმით თუ მანქანით მოძრაობს ეხლა ტასო პრავას აიღებს და ჩვენთან ივლის ხოლმე ხო აი მე გოგო ის რა ქვია აუზეროდის წავიდეთ წავიდეთ მე კვირას მცალია თუ გიცხრობთ წავიდეთ მცალია ეს რა ქვია ეს უახლოესი ერთი კუდა არა სამცხაროდ და მე უეჭველი მოვიფიქროთ ხო მაშინ მე ყველა დღე მცალია გარდა 4 საათამდე ხო რა შევფრიანდეთ კაცო მაგრამ ეხლა თუ წავალთ მთელი დღე თუ და წავიდეთ აურის წვე გადიდა ესე სუხე რა აი ვიცი ტელეფონი კონია თრა იმ SMS-ი იყო არაფერი თინეთის აქვს პრავაკი აი მე მეთქო ვინ კითხულობს ესეთ რა არა ეს და ჩემო ძალიან მიყვარხართო ჩემო მერცხლებო ძალიან მომენატრეთ და გამარჯობა ძვირფას როგორ ხართ კარგად შე როგორ ხარ კარგად მადლობა დიდი დიანა როგორ არის და კარგად არის უღრმესი მადლობა აუცილებლად მოდით ჩემთან კარგი ხო მითხრა ტასომ და ეგ უნდა მეთქვა დიდი მადლობა აუცილებლად გესტუმრებით და თქვენ ჩემი მერცხლები ხართ ჩემი სიყვარულები კარგი და მადლობა და ჩემი აფანატებს თქვენ აი მე ძალიან საყვარელი ქალია სხვა შორის დედა შენის დამსახურებაა ჩვენ რო დავახლოვდით ანუ ჩვენ რა ნაჩხუბრები ვიყავით დედა ჩემი და თინეთი ოპარა პატი დედა რა ხდება მიყვარდა რა უკნა რიტა მიყვარხარ რიტა მიყვარხარ თინეთი რა ხდება ხელთა კარგი ახალი ფეხსაცმელები ვიყიდე რომელშიც ჩემი აზრით ხელი უნდა მთხოვონ ხოთი ხოლმე ჩემი აზრით აუ გაჩვენებთ ამ დესროლები მასხედიანა აი ეხლა დამიწყუნებენ მაინც ესე ფეხზე ჩავიცვა და ისე ვანახო ხალხს თუ უბრალოდ ესე ჯერეგლიანა ამათ ხო ვერაფერს ვერ მოაწონებ რა ვიცი გთხოვ თქვი ბაბი გვიყვარხარ ვაიმე და ამ კბილზე 1000 კომენტარი დაწერე ვაიმე მეტი ვერაფერი ვერ ნახე მოდის ლორიცო გზაშია გვაჩვენე ფეხსაცმელ მოიცეხავე აბა ესე რო გავიდე ეს ცარიელი მას ხოლმდატებ არა ეხლა შენ იხატად მოიტანე რა მე ხო და მე ვაიმე ეს ტელეფონი ვაიმე რაღაცა უნდა ანუ არა ხარ თუ აქტიურიო მოიცა გავასწორო აჰა ვაიმე კიდე მოიცა ერთი აჰა ეგარი ის რაღაცა რა უნდა გაახოხო ის გავაკეთე თანიკე მადლობა ვაიმე წავაგეთ დედარები ხდება ხალ 1200 კაცი გვიყურებს და წავაგეთ და 15 ვინი გქონდა და განულდა შენ რამდენი გიყურებს? მე 294 ეხლა. 294 ადამიანთან წავაგეთ ხალხო. არა, უკვე ერთ ადამიანი. აი მე როგორი სიცხეა ვიხუტქებე. ვეშტეჯი რო კომენტარები რატო არის? აი მე ახალი დაწერეთ რა. ანუ ეს პრეტენზია მეც მაქვს ხოლმე და თხოვნა რომ რაღაც სხვა დაწერონ.
კარჩი აქ კბილების გულისთვის ერთი ამბავია. ჰაი ჰუი. და საბა გაიღიმე როგორი კბილები. აი ტას რა ლამაზი კბილები. ტას მოყარხარ მე ძალიან მიყვარხარ. დედა გვანახე, დედას ვერ განახებთ, კამერები არ უყვარს და არც გამოჩენა არ უყვარს. ანუ ჩემი აზრით პროსტა დაგვიანებით მოდის ეს ისინი, თორე რავი გიგი შენ რა შვაბი ბაჭი. ინეცალი პერსონაჟი დაკარგე. არე მე. განამეც 35 ზომის ფეხი მაქვს 39 აი ამ ხელა ფეხები მაქვს სად არის აბა ჩემი პრინცი რო კონკიასავი ჩამაცვას ფეხს დაცვი. აჰა მოდის ჩემი ფეხსაც მეგობრებო. ეს ნიშნობაზე უნდა მოეჭველებს. ნიშნობაზე აი ხელი უნდა მთხოვო ნახავეროდებ იმეც სხვა ის. ლორენცოს? დამოსდა ხალხ ლორენცოს. არა რა ლორენცო. აი მუსია. თან თეთრი უკაცრო ჩავიმარცხდი. ხო. მაგურო. აიგრე. აი სიცილამასწმელები მაგ მეგობრებო. კაი ცეკლო რა იყო გოგო მშვიდობაში. და იარბოსტონთ. მოწონთ ჩემთან მოწონთ. დედოფლის ფეხსაცმელები რა ლამაზია. Yes! აინიშნება. ეს უნდა ეცვას. ხო და გოგო ის რა ქვია, მის დაბადების დღეზე უნდა ჩავიცვა მეთქი. ვის დაბადები? ფატის დაბადების დღეზე, მაგრამ ეხ ფატის დაბადების დღეზე მე ვინამთხოვს ხელს. ანუ ცალკე გრანდიოზული. გვანცამდე არ მიიტანოთ ეს ლაივი, თორე ტვინს შეჭამს ისევ გოგოებსო გათხოვება უნდათო, არ მინდა ვხუმრობ. აი მითაში ნახეცირებიც რა ლამაზია. ხო მეცი ხა, რა ქენი პასხე? ხო. და ლაიქეთ მეგობრებო. და ლაიქ. ჩემო დედოფალი როგორ გიხდება? მიყვარხარ. იუმორის დედოფალს როგორც შეეხება ისეთია. იაო. დებილები. ინეთი ძალიან მაგარი იყო. მეგობრებო, დებილები არის სამედიცინო ტერმინი და მე მგონი არასწორად არის აქ გამოყენებული. შეიძლება კიდევ კეთქაში გამახსენდა. ანუ ისეთი სამართლე მოდერები ყავს მე როგორ? მიდი ბავშვო. აი ორი ოკეი კურსი სიცხე. მაგრამ აი თინეთი მაინც უფრო მეტად მიყვარს რა უნდა. всё, გაფორმოება. აი მე მადლობა თქვენსებო რა. ხუმრობ, ანუ მეც ნელ-ნელა მოვიხოდე და რაღაცა შევედი იმაში. და ლაიქეთ twinpasebo და ლაიქეთ. კაი, ჩემო twinpasebo ამარი ვინარი კაცო ყურადღება. წეროს რამდენი წუნდა ალბათ კომპლექსი. ოი. ხდება. აი აფერი კაცო. რა შენ რეებს გიწერენ აბა. ჩვენ ვუყვარვართ ხო იცი? ჰა? თქვი, ვერ გავიგე. ჩვენ ვუყვარვართ ხო იცი? ჩვენ ვუყვარვართ ხო იცი? თოკომად ვის აბა? ყველას ვუყვარვართ ჩვენ. როგორ შეიძლება? მე ვიცი ვის და როგორ.
რაღაც გახე კიდე იგებენ ეს რა ხდება Why ჩუქე ჯამე სულ მეუხდებიანი თამაში ითამაშე თორნიკევინ არის თუ ყოველთვის წავაგებ რა მე თორნიკევინ არის არ ვიცი არის ერთი აი გორეთ მე გასვანს ჩვენი ბაქბერჩი ვაიმე დიდი მადლობა სალომე ლიპერტალიანი აი ჩვენთკენაც არის სვანები მიყარს სვანები აჰა ესე იგი ჩიტმა ამბავი მომიტანა აქ SMS-ები შემოდის რაღაც SMS-ები ვითინათინსაც გაყვითლებული აქ და ის რა სტომატოლოგი ყავკაცო მე მაქვს ერთი ყვითელი კიჭი აი ეს და ძალიან მიყვარს ეს არის ჩემი საყვარელი კბილი აი დედას ის რა ქვია ნაბოლარა ცოტა ავადმყოფი ბავშვი როგორც უყვარს ხოლმე მე მიყვარს ეს კიჭი ეგრე და არასოდეს არაფერს არ კარიესის გარდა არაფერს არ გამოსვლის მაგ აქ ორი კიჭი აი ეს და ძალიან მიყვარს ანუ ბაჭიასავით მაგ და ძალიან მიყვარს ანუ ბრეკეტებს არ გავიკეთებ მეგრელები არ გიყვართ მეგრელებზე ვგიჟდებით ანუ ჰაუსის დროს მეგრელები რო დაგვიწყდნენ ვერცე აი ეს იყო რაღაც ეხლა ძალიან ბევრი მეგრელი ადამიანი გვიდგა ძალიან აი რა ვიცი არ შემიძლია კაცო იმერლები გვიდგანან მხარში ბათუმელები კაცო ბათუმელები აჭარებია ხო სვანები კახელები კაცო ანუ რა ვიცი აი ხდება არ არის კუთხე რომელიც არ გვიდგას მხარში ის მხარეც აი ძალიან რა ვიცი აი ყველა გვიყვარს ძალიან ყველა ავალ ცოტა ხანი ჩემ მეგობართან მაგ თამაში და გიგმილი და მე თუ იქნებით ჩაგრთავთ ან გამომიგზავნეთ და ან გაგეგმილი აი მიდი აი გაგიშვები ამოტასო ყავა დავლიოთ აბა მიდი კაკაც სპეცელები სპეცელები ძალიან გვიყვარან აი ძალიან აუ რა არის კაცო რატო იმას შვებით ვერ გავიგე უკვე მეორედ ისა აი მე არ მიყვარს მე ხასიათი მიფიქრდება მაშინ აღარ ვითამაშებ ბაი ხა ჩვენ არავინ არ გვიწყავს ეგეთი ლორენცო ჩართეთ კაი ნახოთ აბა არ არის ლორენცო და როგორ უნდა ჩავთოთ აი მართლა ძალიან მოქმედებს ჩემზე იმიტომაც არ ვთამაშობ რომ ვერ ვიგებთ ხოლმე რატომღაც არის და 100 კაცი გვიყურებს და ვერ ვიგებთ ანუ ამის მერე თუ ვერ მოვიგებთ რაღა გამოდის მართლა ვერ ხვდები გავიგებისო ვაიმე და მე იძახიან ჩართეთ რაზე ჩავთო თუ ისა ეს ვიდეო ანუ პროსტ რანდომ ჩავთო არა არ მინდა მე არცარავინ არ ჩავთო всё გემშვიდობები ხარ მე ვისიო მორჩი მეც მეგრელი ვარ შვილო როგორ მიყვარხარ აი ეზე ჯაგეხუტე ძალიან მეც თინეთინ რაო დიანა მანქანის ტარება იცისო და მე რატომ მეკითხები დიანას კითხეთ აი მე მკლავი მტკივა აი მე რა საყვარელია ეს გოგო საერთოდ შენზე მადლობა არავინ არ ჩართოთ არ კიდე აჭარლები გიყვართ ძალიან ბონდოს თამადობით ყველას გაუმარჯოს აი მე მცხელა აი დავამშვიდობოთ ხა ჩვენს ძვირფას მაყურებლებს
თაკი ბრუნდებით მალე ქუთაისელებიო გიყვართ რა თქმა უნდა ქუთაისელები ძალიან ვაიმე ღმერთო ერთი რა ქვია ერთმა ჩვენ გულშემატკივარმა მოგვიტანა სურათი გვირილების რომელიც თავის იმაში კაბინეტში ეკიდა 30 წლის მანძილზე თუ დაჟემეტი ხო აი რაღაცა ანუ ძალიან დიდ ხანს რა ვიცი შეიძლება 30-ში ვწდები მაგრამ მასწავლებელი არის ეს ქალბატონი და აიო ქუთაისიო და ქუთაისლები რო ესე ძალიან გიყვარსო აიო გულით მომინდაო ჩუქებაო ამ ესეთი ჟესტი გამოხატა ძალიან დასაფასებელი რა და ისე მესია მონა აი გვინც გვირილობა და ესა მაგის თამომავლის ნახატი იყოს და დააწესა მე ქუთაისელი ვარ ძალიან კარგი გაიხარეთ ჩემო ქუთაისლებო ჩემო იმერლებო მეგრელებო სვანებო აჭარლებო ქართლებო კახელებო ვინმე გამორჩენთ თბილისი თბილისში მარტო სომხები არიან ისენი რა ქვია ვინიდან თბილისიდან სხვა ყველა ჩამოსულია რა ეგრე არ არის აფხაზეთი კი ყველა საქართველო გვიყვარხართ იმრავლეთ ჩემო ქართველებო მე სომხებიც მიყვარს სომხებიც რატომაც არა რა თქმა უნდა ტასოსო ეთამაშეთ აუ სომხები ახურებენ წეღან ყავდა ჩართული და წავიდა ეხლა თორნიკეს ეთამაშება გურჯანი გურია გამოგვრჩა გურია ძალიან სამცხე-ჯავახეთი კი გურიაში არ ყოფილი სამცხე-ჯავახეთში გურიაში რაჭაც გამოგვრჩა ხო არც რაჭაში არ ყოფილი ვარ და იმიტომ ისე ხო ბევრად გილეს სადაც არ ვიყავით ეგ გამოგვრჩა იმისა არ იყოს მაგრამ სვანეთში არ ყოფილი ვარ და არც სამეგრელოში ძალიან ბევრი სვანი ახლობელი ყავს და იმიტომ მოკლედ მამი და ჩემმა იცის აი აბსოლუტურად ყველანაირი ჩვენი ნათესავის მეზობლის კარჩო ბავშვი ყველას დაბადების დღე იცის რა და რაღაც მომენტში ხუმრობდით რომ ანუ ვიღაცის დაბადების დღე იყო და ეგ როგორ დაგავიწყდაო და ვიყავი მეთქი მაგის დაბადების დღეზე არ ვიყავი თუ არ ვიყავი როგორ უნდა დამამახსოვრებული ხო ცრემლები იმხერეთ აუ ერთი დღე დავგეგმავთ სიმღერის ლაივს და შემოვალთ და ყველაფერს ვიმღერებთ ყაზბეგი მოხევეები ძალიან მიყვარს თიულები ხევსურები რა ვიცი რა მთელი საქართველო მეგობრები მთელი საქართველო ჩვენ მოხევებში ვაფშე გავიზარდეთ კარგი ჩემოძვირფასება მოკლედ შემდეგში დავნიშნავთ ლაივს სიმღერების და ეგრე გავაკეთებთ რომ ყველაფერს ვიმღერებთ ეხლა კი დაგემშვიდობებით გოგოებო თქვენი ყვავილები გვანახეთ რაც გაქვთ ეხა არ გვაქვს ყვავილები უკვე დიდი ხანია რა მინდა თქვა უგოიმესი ხარდი უიქა რა უქნა ეხლა ვიტირო შენ ალბათ მარიამისის ხარ რა ქვია ფანი ჩემი კრასავიცები აუ ფად მოდი ჩაგუდგე აუ მიდი რა უცებ ჩემო ძვირფასო ანგესტებში ამოდიან ჯობია რომ იმას ქნამ ჩემო სიყვარულო ფადი შემო ქალო შემო როგორ აი დაჭირე Красотульки мои! Пали, ყვავილები შედობალი. ჩემო სამიჯანები. Кого ყვავილები მომაქვს? ყვავილები. როგორ მომენატრე
მოგეწევებათ. როდის მოხვალთ? ალამ დღეებში უნდა მოვსულიყავი იქ იმ პროცედურებზეც და აბა მერე ზე ალბათ ვფიქრობ. გოგოებო მერე მოგწერთ რა რაღაცას. ვაიმე მართლა. კაი, ეხლავე კარგად. ის უნდა მივწეროთ. პატის უნდა მივწეროთ. ხო, ახარ გვინდა თქვენთან. პაკა, 900 კაცი, პაკა. ნეტა ერთი რა. მარტო ჩვენ ვლაქლაქებთ და იქიდან კიდე ის წამოვა რა. აბა ეხლა ბანდი ხილავდი რა კაბის რა ფერის კაბებს ჩავიცვავთ შენ დაბადების დღეზე რა და შენ გადაწყვეტე უკვე. შენ გადაწყვეტე. მე ეგ პრობლემა მე თვითონაც მაქვს ეგ პრობლემა გოგოებო რო იცოდეთ. ხო, ვარდისფერი მინდა, როგორც ასეთი ვარდისფერი კაბა მინდა, მაგრამ მე რომ მინდა ისეც ვიშოვი, რომ ჯერ არა მაქვს. უი, მართლა მე მეგონა უკვე მზად გქონდა. არა, გოგო, მე კი ვიცოდი რომ ვარდისფერს აპირებდი, მაგრამ არ გამოვაცხადე. წავიდეთ ერთად შოპინგზე. სო ვარდისფერს მე არ ვიცნობ მეგობრებო, იმიტომ რომ იუბილარმა უნდა ჩაიცვას ვარდისფერი. ხო, ვარდისფერი კაბით ვიქნები მე სავარაუდოდ თუ ვიშოვე ის სტილი რაც მინდა და თუ არა და მე აღარ ვიცი. აუცილებლად მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეხლა რა გოგო დრო არა გაქვს თორე რა. დრო არა მაქვს, ხო, აი ვეღარ მოვიცალე. იმდენი ის უნდა დრო უნდა რომ რამე ლამაზი იპოვო ადამიანმა შესაფერისი. ხო, პრინცესული მინდა, აი პრინცესული დაბადების დღე ხომ ექნებათ. მე ვიცი როგორი თორთი ექნება. მაშინ მეც პრინცესულად ჩავიცი. ხო. ვარდისფერ ხალიჩაზე უნდა გაავიაროთ გოგოებო. იქნებიანო ფატიო გწერე. როგორო? ბიჭები არ იქნებიანო? არ ვიცი ბიჭები მე დავპატიჟე და აწი იქნებიან თუ არა ეგ უკვე მათი გადასაწყვეტია როგორც ასეთი დაპატიჟებულები არიან. როდის აქვს დაბადების დღე და პირველი სუსტით ვიფასებო. შეიძლება რაღაც უფრო თქვენი მოგზაურობთ. თქვი? ხო, ერთად გავემგზავრებით გორში. კი, იუბილარი მთავარი ისა მუზებთან ერთად მიდის. კორტეჟით მივდივართ და ჩვენ ვიყავით თავში. არ გავუკეთეთ რაღაც. იმდენი ის იქნება, ყველა მანქანით მოდის, მაგრამ მე მუზებთან ერთად მივდივარ. ვიპ მანქანა. პატები ხო არ გავუკეთოთო. პიპინ აუ გავუკეთეთ მე მომწონს. რატო ეხა უყურებ არ ჩვენს ხელში ხო არის რა ბანტები და მანქანის ფიქრად გავუკეთებ. მანქანას. ანუ ეს არის თინათინმა მითხრა ესეთი რაღაცა, ეხა ხალხს უნდა ბუთხრა რა. გასათხოვარი გოგო ხარო და ისე გააკეთეო, რომ ეხლაო თეთრი კაბით იყო რა, თანო წინა საქორწილო იმას მიმზადებს რა. ხო. იგრძნო დედოფლად თავიო და თქვენ რას მირჩევთ? დაწერეთ მეგობრებო. ლაივს ჩაგირთავთ აუცილებლად. ხომ გვიჩენთ დაბადების დღეს, აბა ლაივის გარეშე და აბა თქვენ მაფიოზებო რამეს გამოგაპარებთ თქვენ? მე ამათ მაფიოზებს ვეძახი. ესე იგი თინათინ საბარია იუბილარიო. კი, ორ მუსას.
ხო, თინათი, ჩემთვისაც ხო არ ყავს ვინმე ფულიანი? ბალიში ფულია ბიჭებს ვინახავ და ესე საკითხავთ ვაძრობ ხოლმე რა ხდება ჩემთვის ზუსტად ვიცი არ დაგენანება პირველ რიგში ფულიანი არ მყავს ფატი ყუთიანი რო იყოს ერთი კუნთი რაში გამომადგება რა ყვავილებს შეთვითონ ზინავ აქეთ იქით და რა ლანა გიცანი როგორ ვერ გიცანი დავაი ფატი დავემშვიდობოთ და გადავიდეთ პრივატ საუბარს არა შენ იშოვე საბედო თინათი ეხ სად არის საბედოები და კარგი ცხოვრებები ძებას არა და უყურეთ იმის გარეშე ხუმრობთ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სამივე ისე გავთხოვდეთ რომ აი საძმა კაცოს გავყვეთ რა რომ ერთად ვიყოთ მერე სულ არა დაიცა ჯერ ჩვენ გვინდოდა ორს გვინდოდა რომ მაკაცებიო რაღაცაო რომ ერთი სამეგობრო ერთი რა ეხლა მესამეც დაგვიმატარი კომპანია მართლა ეს რა ანუ ეხლა რა თქმა უნდა მეგობრებო თქვენ სამივე ცხოვრებაში არიან თაყვანისმცემლებიც ადამიანებიც რომლებიც არის საინტერესო პიროვნებები, მაგრამ ანუ ესე მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აწყობა და რა თქმა უნდა, ადამიანის პოვნა, მინდა აღნიშნო, რომ ყველაფერი ეხლა იმხარ, მაინც იუმორი, მაგრამ ესეც თორე მერე იქნება. ნატალი არ დაპატიჟაო, დააპატიჟე, როგორ არა, ნატალი იქნება ხალხო, იქნება ნატალი. ნატალისთან პიკნიკზე ვაპირეთ. ჩემი დაბადების დღის მერე ნატალისთან ერთად პიკნიკზეც გავიჩიტებით. ეს არის ძალიან გავაჟღეროთ. აიანე ის გადავარდია თურმე მასი კაცი და რა შუაშია ანუ ეს მეგობრებო ძალიან დიდი სირცხვილია რა თქმა უნდა დიანას ეხლა ახალი რაღაც ანუ მესმის რომ გინდათ რომ ადამიანი გაახციანოთ გამოიყვანოთ მდგომარეობა და ასე შემდეგ მაგრამ არ დაივიწყოთ რომ არსებობს ბუნების კანონები არსებობს ის რომ რასაც გასცემის დაგიბრუნდება და შენ თუ შხამს და ბოღმას და მას სიბოროტეს გასცემ არ გაგვირდეს რომ ხვალე საპირფარეშოში უნიტაზი გაფუჭდეს და ყველაფერმა ამოხეთქოს და შენი სახლი გაუბედურდეს და მერე დაგჭირდეს ჩაიმეით სერვისის გამოძახება გასხვათა შორის აი რატო დაიწერა ინგუსი ამაზეც გავაკეთებ კომენტარს ჯერ ერთი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ აქედან დავიწყოთ მთელ კავკასიელ ინგუშებს ჩეჩნებს დაღესტნელებს ჩერქეზებს ოსებს და ასე შემდეგ აქედან დავიწყოთ მეორე კიდე რატო დაწერეს იმენა ინგუსზე გადავაზიარე პოსტი ორმუზაზე რომ პატარა ბავშვი ინგუში იყო დაკარგული ჩაიწირა მტკვარში იმის თერქში ჩაიწირა თერქში იმის გულისთვის რომ სხვა ბავშვი გადაარჩინა და თვითონ ჩაიწირა და ამაზე ქართველებმა დაწერეს პოსტი რომ მამაცობასო არა აქვსო ასაკიო და ნამდვილად დიდი გმირობა ჩაიწირა პატარა ბავშვმა ინგუშმა და ნაციაც არა და
ზოგადად რა შუაშია რა, მაგრამ აი ყველა მთელზე რო ეკიდება ზოგ-ზოგიერთი, მაგრამ მე არა მაქვს ამაზე რეაქცია, პროსტა დავაკონკრეტე, რატო დაწერეს და იმიტომ რომ პოსტი გადავაზიარე თვით ქართველების დაწერილი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ნუ ყოჩახ თქვენ კაცო თქვენი სახე პირველ რიგში და აბსოლუტურად არ მაინტერესებს თუც დაწერთ აქ რამდენად ცუდ რაღაცებს დაწერთ. თავარია რომ ის ადამიანები მყავს გვერდში ვინც სიყვარულს და მადლობა ამ ადამიანებს რომლებიც დაგვეხმარა ძალიან ბევრ სიტუაციაში სირთულეების და ძნელი პერიოდის გადალახვა. აი თქვენი გულისთვის ვართ დღესდღეობით ლაივში, რომ თქვენ გაჩუქოთ ის სიყვარული, რაც გვაქვს. ამით დაგემშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ ჩემო კარგი ადამიანებო. ფადი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ არა ესე უთხარი. მიყვარხართ, მაგრამ ფადი უფრო მეტად მიყვარს. მოგაიარდობამ გოგო. აბა. ვიდი და გაფაგამო დაგირეკავთ ხა. ხო, მიდი აბა. აბა, ჰედა, აბა, ხო. მიყვარხართ უსწროდ. ой მე დედაცელი